მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. დღეს გვიწევს განსხვავებულ რეჟიმში ჩვენი კომიტეტის ჩატარება. წარმოდგენილი არის დღის ეს რიგით გათვალისწინებული 4 საკითხია, რომელიც დარიგებული გაქვთ. ხობთ რომ უყაროთ კენჭი ამავდროულად ბატონ დავითის თხოვნით შეგითანხმებთ კოლეგებო, რომ ერთი საკითხი, რომელიც არის მეორე საკითხის პირველი დავიწყოთ ბატონ დავითის კანონპროექტის განხილვით და ამ დათქმით უყაროთ კენჭი დავამტკიცოთ დღის ეს რიგი. არის მომხრე, ერთხმად მადლობა. შესაბამისად, ბატონ პარლამენტის წევრების ანდრიი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ აჭარაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, ირაკლი შატაკიშვილის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. შეგახსენებთ კოლეგებო, ეს კანონპროექტი, ეს ინიციატივა წინამოწვევის პარლამენტში იქნა ინიცირებული. შესაბამისად, პარლამენტმა პაკეტის მიმდევრობა ცნო და ეხლა ვიხილავთ მას პირველი მოსმენით მოხსენებელი ბატონი დავით მათიკაშვილი. გთხოვთ ბატონ დავითი. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. როგორც ბატონმა თავმჯდომარემ გაუწყათ, კანონი მედიაციის შესახებ თანდერთულ კანონპროექტებთან ერთად ეს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ-კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტები. ეს იყო დაინიცირებული წინამოწვევის პარლამენტში. დაინიცირების შემდგომ გარკვეული კონსულტაციები იყო თვითონ მედიატორთა ასოციაციასთან გავლილი. ქონდა ასევე ჩვენ კონსულტაციები და ეხლა მე წარმოგიდგენთ პრინციპების დონეზე კანონთა პაკეტს, თუმცა გეტყვით რომ ასევე გარკვეული სახეცვლილება დაინიცირებულთან შედარებით მიიღო კანონპროექტმა, რომელსაც მეორე მოსმენით განხილვის დროს უკვე დეტალებში გაცნობებთ. მოკლედ, როგორც თქვენ ცნობილია, 2019 წელს იქნა მედიაციის შესახებ საკანონმდებლო სივრცე მიღებული ჩვენს ქვეყანაში, რაც რის მიზანიც იყო მართლმსაჯულების წახალისება მართლმსაჯულების ალტერნატიული გზების სხვა გზებთან ერთად მედიაციამ ამ კუთხით თავისი როლი პრინციპში ითამაშა და იქნა საზოგადოების მიერ მიღებული როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზა, თუმცა 99 წლიდან დღემდე არის გარკვეული გამოწვევები, რომელსაც დააწყდა შესაბამისად ეს სამართალწარმოების სივრცე და ჩვენი მიზანიც გახლავთ სწორედ ის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით. გეტყვით რომ ეს ცვლილებები პრაქტიკულად განვლილია, შეთანხმებულია, კონსულტირებულია მედიატორთა ასოციაციასთან. მათი აზრი ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში მომხმარებელი საზოგადოებასთან ერთად უნებრივია ამ საკანონმდებლო ცვლილებების გახლავთ თვითონ მედიატორთა ასოციაცია და სასამართლო. მე დავიწყებ თავმჯდომარის ნებართვით მედიაციის შესახებ კანონით. მოკლედ, ეს კანონპროექტი საქართველოს მედიატორთა ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებას ენიჭება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცების, ხოლო მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის პრობლემების სათანადო პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის უფლებამოსილება. ეს საკითხი არ იყო თავდაპირველად საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა ფაქტია, რომ ამ დარგის განვითარებასთან ერთად საჭიროება იმის, რომ მსგავსი რეგულაციები არსებობდეს, ბუნებრივია დადგა დღის წესრიგში. შემდეგ საკითხი არის მედიატორთა ასოციაციის ფარგლებში ეთიკის კომისიის შექმნა. ახლა ბირთვულ საზოგადოებამ იცის კარგად, რომ მსგავსი ტიპის ასოციაციები, მაგალითად ადვოკატთა ასოციაციას გააჩნია თვითრეგულაციის ინსტრუმენტები, ეთიკის კომისია სწორედ იგივე ფუნქციებით, იგივე შინაარსით და სამართლებრივი დატვირთვით იქნება ამ შემთხვევაში მედიატორთა ეთიკის კომისიას დატვირთული. ეს იქნება შემდეგი პრინციპული მოცემულობით, რომ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორის მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის სწავლების შემთხვევაში მის მიმართ განახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას და გადაწყვეტს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, მნიშვნელოვანი საკითხი ნებისმიერი მსგავსი ასოციაციის საქმიანობაში, როდესაც
დისციპლინურ საკითხებს და ეთიკის საკითხებს არეგულირებს უშუალოდ თვითონ ეს ასოციაცია და ამ პრინციპის დადგენასთან ერთად უკვე თუკი მედიატორთა დისციპლინური სახთელის დადების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ეთიკის კომისიის მიერ, ის იქნება გასაჩივრებული უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატაში შესაბამისი გასაჩივრების მექანიზმებით და ასე შემდეგ, რომელიც ასევე აღინიშნება და აღიწერება მედიატორთა შესახებ კანონში, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად. ამასთანავე აღმოიფხვრება სამედიაციო მორიგების ახსულებასთან და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა ახსულებასთან დაკავშირებული ნორმების ცალკეული ხარვეზები, ესეც ეხება მედიაციის შესახებ კანონს. შემდეგი გახლავთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომელიც ასევე ადეკვატურად მიყვება ცვლილებებს მედიაციის შესახებ კანონში და ადგენს შესაბამის რეგულაციებს, რაც არის პრინციპული ძირითად კანონთან მიმართებით. აქ ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დაინიცირებულ ვერსიისგან განსხვავებით პრინციპული საკითხი, რაზედაც მე მეორედ მოსმენაზე უკვე დეტალურად გესაუბრებით, არის ის, რომ მოგახსენებათ არსებობს კერძო მედიაცია, სასამართლო მედიაცია. სასამართლო მედიაციის პირობებში დღეს არსებული პრაქტიკა მოიცავდა შემდეგ წესს. მორიგების, ანუ შეთანხმების, ხარისხმების შეთანხმების შემთხვევაში სასამართლო მხოლოდ ამ შეთანხმებისგან გამომდინარე ფორმალურად იღებდა ამ შეთანხმებას და წყვეტდა საქმეს და თუკი შეთანხმება იქნებოდა დარღვეული მხარეთა მიერ, პრაქტიკულად ახალი წარმოება იწყებოდა შემდგომ, რომელიც საქმე შესაძლებელია სხვა მოსამართლეს დაწეროდა და პრაქტიკულად ახალ სამართალწარმოებასთან ქონა ადგილი. ჩვენ ამ ცვლილებებით ან წინ გადავდგით ნაბიჯი, იქ პროცესის ეკონომიის, მართლმსაჯულების დროში, ასე ვთქვათ, არაგაწელვადობის მიზნითაც გავაკეთეთ შემდეგი შემოთავაზება, რომ სასამართლო მედიაციის პირობებში უკვე შეთანხმების დამტკიცების ეტაპზევე, ისე როგორც ხდება სხვა ჩვეულებრივ, ანუ მიმდინარე საქმეებზე მხარეთაშორისო მორიგების გათვალისწინებით, აქაც მოსამართლე ჩაუღრმავდეს ამ შეთანხმების შინაარსს, ნახოს არის თუ არა ის კანონსაწინააღმდეგო, არის თუ ხო არა წინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ასე შემდეგ და თუკი ასეთად არ ჩათვლის, უკვე დაამტკიცოს მორიგება ფაქტიურად მხარეთა შორის, რაც დარღვევის მხარეთა მიერ დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ უკვე აისახება საახსულებო ფურცელში, ანუ გადმოიტანს თელ მორიგების ტექსტს განჩინებაში და ამ განჩინების გასაჩივრების და ახსულების საერთო წესი იმოქმედებს. შესაბამისად, ეს უკვე ორად გაყოფილ, აი ამ ხელოვნურად ორად გაყოფილ საკითხს ფაქტობრივად გააერთიანებს. ეს იყო მედიატორთა სურვილიც და პრინციპში სამართალწარმოების ეტაპზე ეს საკითხიც მოქნილად გადაწყდება. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ ცვლილებებს, ადეკვატურად არის ბაჟის საკითხი ამ შემთხვევაში გადაწყვეტილი. შესაბამისად, მორიგების შემთხვევაში ბაჟი უკან უბრუნდება, თუკი ძირითად სხდომამდე ჩატარდა, ხო ძირითად სხდომის შემთხვევაში ნახევრდება ეს ბაჟი სამედიაციო მოცემულობაში და აქვე არის ცვლილება შემოთავაზებული, რომ ის თავი სამოქალაქო პროცესში, რომელიც ეხებოდა კერძო სასამართლო მედიაციის ახსრულებას, მთლიანად მოხდება მისი კერძო მედიაციასთან მისადაგება, რაც სულად ბუნებრივია იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც მე უკვე თქვენ მოგახსენეთ. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, ერთი ცვლილება, ეს არის ის, რომ წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტში ხაზგასმით გაიწერა, რომ მედიაციასთან დაკავშირებით თუ კი არის მინდობილობა ან წარმომადგენლობის უფლებამოსილება გაცემული, ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად წარმომადგენლობის დოკუმენტში და კი ბატონო, ეს არის საპროცესო კანონმდებლობის, სამოქალაქო საპროცესო კანონის შესაძლებელი ცვლილებები და მესამე ძალიან მოკლე ცვლილება, რომელიც ეხება ზუსტად იმ აქამდე ჩემს მიერ ნათქვამ ცვლილებებს, ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონის შესწანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც იმ მუხს, სადაც საუბარი იყო უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ განსახილველ საქმეებზე და დღემდე, რადგანაც მედიაციის შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გადასინჯვის ტექნიკას, ანუ მოცემულობას, პროცესუალურ შესაძლებლობას, დაემატა ეს პროცესუალური შესაძლებლობა იმ ნუსხას შესაძლებლობების, რაც გააჩნია უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატას. ეს არის მოკლედ, რომ მოგახსენოთ ცვლილებების პრინციპულ დონეზე, პრინციპების დონეზე დედა აზრი, დანარჩენ რეგულაციებს უკვე მეორე მოსმენის შემთხვევაში მხარდაჭერის პირობებში წარმოგიდგენთ აუცილებლად.
მადლობა ბატონ დავით, მადლობა დეტალურად წარმოდგენილი ცვლილებებისათვის. კოლეგებო, მნიშვნელოვანი ცვლილებებია შემოთავაზებული ამ ინიციატივით, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადად მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციასაც და კიდევ ერთი საშუალება იმისათვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს თანამედროვე ახალი სტანდარტებით და ამავდროულად ახალი საშუალებებით, იმიტომ რომ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას ალტერნატივა არ აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რაც უფრო პოპულარიზებული იქნება, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის განტვირთვასაც და მეორე მხრივ ეფექტიანად იქნება შესაძლებლობა მოქალაქეებს, რომ თავიანთი დავები მოაგვარონ ალტერნატიული წესით. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არა გაქვთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით? მადლობა აპარატს ჩართულობისთვის, ბატონ დავით, თქვენს აპარატსაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატსაც, ყველა ჩართულ ავტორს ამ ცვლილებების შემუშავების, დამუშავების დროს და რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ ინიციატორები და ეხლა სხვადასხვა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში არიან გადასულები, წარმატებები მათ თავიანთ საქმიანობაში, რა თქმა უნდა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თუ შეკითხვები და მოსაზრებები არ არის, შემდეგ საკითხი გახლავთ მეორე მოსმენით გამოსატანი ჩვენი კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემოვალ სხვა კანონპროექტებთან ერთად. კოლეგებო, ამ საკითხს მე თვითონ მოგახსენებთ მეორე მოსმენის ფარგლებში. შესაბამისად, ბატონ თორნიკეს ვთხოვ, რომ აგრძელოს სხდომა. და აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც რომ გავხადოთ ცნობილი, ეს ეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და ინკონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას, რომელიც პრინციპების სახით და სულისკვეთების სახით საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რომ უნდა არსებობდეს საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ის ორგანო, ერთ-ერთი, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, შესაბამისად მეორე მოსმენის ფორმატში მზად ვარ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მოგახსენოთ კომიტეტის წევრებსაც და ამავდროულად საზოგადოებასაც. კი ბატონო, განვაგრძოთ კომიტეტის სხდომა, როგორც აღინიშნა მეორე მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები შესაბამისად მივყვეთ მუხლობრივად ბატონო არჩილ და აქვე კოლეგებს მიმართავ თხოვნით, რომ თუ კი იქნება კონკრეტულ მუხთან მიმართებით, პუნქტთან მიმართებით შენიშვნა ან მოსაზრება ან კითხვა, გთხოვთ გვანიშნოთ, რომ გავითვალისწინოთ შესაბამის მომენტში შესაძლებლობა. პირველი ეს არის საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლის პირველი პუნქტი. კოლეგებო, აღნიშნულ პირველი მუხლის პირველ პუნქტში განხორციელდა ცვლილება და შესაბამისად ცვლილებები არის ძირითადი კანონის მეორე მუხლის მე-6 პუნქტში, სადაც განმარტებულია თუ ვინ არის პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე და შესაბამისად აქ პროკურატურის უფროსი მრჩეველი არის დამატებული სხვა თანამდებობის პირებთან ერთად. ეს ის მრჩეველი არ არის, რომელიც ალკე ინიციატივის სახით გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის მოხელე, რომელიც პროკურატურაში კონკრეტულ უფლებამოსილებებს ახორციელებს და არა უბრალოდ რჩევებს აძლევს პროკურატურის რომელიმე თანამდებობის პირს. ამავდროულად ცვლილებები არის მე-6 პუნქტის ამ მეორე მუხლისში მე-6 პუნქტის შემდეგ ემატება მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები. ზუსტად ანალოგიურად როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში იყო განმარტებული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოხელესა და მასთან გათანაბრებული პირის სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის ტერმინები სამართლებრივი ლოგიკა მოითხოვს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის განმარტება პროკურატურის ორგანულ კანონშიც იყოს განსაზღვრული, ისევ და ისევ, რომ აქ მთელი რიგი ქვემდებარეობის და სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებული ცვლილებები არის წარმოდგენილი, ის ცვლილებები, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე მუხლები რაც იყოს, სისხლის სამართლის კოდექსში, როგორც მოგეხსენებათ, გადადის პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში და პროკურატურის განსახილველ
საკითხებთან. აქაც ბატონო სხდომის თავმჯდომარე თქვენის ნებართვით მოგახსენებთ, რომ მე-7 მუხლში ცვლილებები იყო გათვალისწინებული და წარმოდგენილი პირველი მოსმენის დროს ამავდროულად მე-7 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები დაუშვებელი აღნიშნული დანაშაულების საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გაუმძიებლის მიერ გამოძიება იქნება ამოღებული და შესაბამისად გენერალურ პროკურორს სრულად ექნება დისკრეცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კომპლექსურობას სრულად თვითონ ბატონო არჩევ თქვენ ახლა მეორე პუნქტზე გადავიდეთ უკვე კანონპროექტის კი ბატონო აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ კოლეგებს რომ შეგიძლიათ ჩაერთოთ კითხვის არსებობის შემთხვევაში მესამე პუნქტი მესამე პუნქტში ცვლილებები არ გახლავთ შესაბამისად გადაინუმრა გამომდინარე ხო ნუ ეს ტექნიკურად გასაგებია მეოთხე პუნქტი მეოთხე პუნქტში წარმოდგენილი არის ცვლილებები რომელიც მიხედვითაც განსაზღვრულია რომ პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურორი და ამავდროულად შრომის ხელშეკრულებით და საქმებრივ პირებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი იღებს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ წესით გადაწყვეტილებებს. კი ბატონო, მეხუთე პუნქტი. აქაც ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის 36 პრიმა მოხლის სათაური არის ახალი რედაქციის წარმოდგენილი პროკურატურის გამოძიებების რანგირება. მეექვსე პუნქტი. ცვლილება არის 40 მოხლის მეორე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და სადაც მითებულია რომ პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნდა რჩუნდება თანამდებობრივი სარგო, საკლასო დანამატი, წოდებასთან გათანაბრებული სარგო და წელთა ნავსახურებლის დანამატი. ისედაც ასე იყო უბრალოდ აქ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით პროკურატურის ორგანული კანონით ხდება ამ ყველაფრის გამყარება. ხო, შემდეგ პუნქტს შეეხება აქაც ზედაცვლილებებიდან გამომდინარე, გარდა ამ კანონიდან დგენილი გამონაკლისებისა, სიტყვები იქნება წასვლილი 76 მუხლის მესამე პუნქტში. შემდეგ მეორე პუნქტი, რომლითაც ახალი მუხლის დამატება ხდება. დიახ, ეს ეხება სპეციალურ რეჟიმს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმებასთან, მის შედეგებთან და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ პირველი მოსმენის განხილვის დროს, როგორც საკომიტეტო განხილვის ფორმატშიც და პლენარული სხდომის დროს განხილვის ფორმატშიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული ცვლილებები იქნებოდა მეორე მოსმენის დროს ასახული და წარმოგიდგენთ ახლა ამ ცვლილებებს. შემოთავაზებულია, რომ 2025 წლის 1 ივლისამდე ის თანამშრომლები, რომლებიც წერილობით თანხმობას განაცხადებენ გენერალური პროკურორის წინაშე, შესაბამისი კონკურსის გარეშე გადავდნენ გენერალურ პროკურატურაში და დაიკავებენ ტოლფას თანამდებობებს, ხოლო ტოლფასი თანამდებობები თუ არ იქნება შესაბამისად ტოლფას თანამდებობაზე ნაკლებ თანამდებობას მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ისევე როგორც ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გათვალისწინებული ზოგადი წესი, ხოლო ის პირები, რომლებიც თანხმობას არ განაცხადებენ, შესაბამისად მიიღებენ სამთვიან კომპენსაციას და თავიანთი სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხებიან შესაბამის რეზერვში, მოხელეთა რეზერვში. ამავდროულად რიგი ცვლილებები არის წარმოდგენილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გაგრძელებასთან დაკავშირებით, პირდაპირ მითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაგრძელდება, ხოლო გარიგებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ არ შეწყდება და გარიგებებიდან არსებობს შესაბამისი ვალდებულებები, წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონმდებლობის შესაბამისად დადგინდება საქართველოს მთავრობის მიერ. ამავდროულად ცვლილებები შესაძლებელია, რომ მეორე მოსმენის ფორმატში პროკურატურაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით იყოს მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაბამისად კომიტეტის შემდეგ ამ კონსულტაციებს გავაგრძელებთ და უკვე დასრულებულ პოზიციას გავუგზავნით პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე დეტალურად მოგახსენებთ თქვენს და ჩვენს კოლეგებსაც, საზოგადოებასაც თუ რას გულისხმობს ეს ცვლილება. ამავდროულად ამ მოქმედების ნაწილში ვიტოვებთ შესაძლებლობას
შესაძლებლობას, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში ამოქმედების ვადები შემდგომშიც გადაიხადოს. ეს არის ძირითადად კანონში წარმოქმნილი კანონი. ანუ მაინც ფორმალობა რომ დავიცვათ ბატონო არჩილ, ესე იგი მე-9 პუნქტი, მეორე მუხლი, მესამე მუხლი იყო მიმოხილული, ამ შემთხვევაში ასევე კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ ყოფილა. შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო კანონპროექტზე, ამავე პაკეტში შემავალ, ეს არის საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტი, პირველი მუხლი, პირველი პუნქტი, ცვლილებები არ განხორციელებულა პირველი მოსმენის შემდეგ. არც მეორე პუნქტი, მეორე მუხლი, არც მეორე მუხლი. კითხვები, შენიშვნები არ არის. შემდეგ ეს არის საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, საქართველოს ორგანულ კანონში ნორმატიული აქტების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ცვლილებების გარეშე. მეორე პუნქტი, ცვლილებების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილებების გარეშე. ასევე კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მომდევნო ეს გახლავთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლი. აქაც ცვლილებების გარეშეა. აქ ბატონო არჩილ, მე მექნებოდა ერთ შემოთავაზება, ვინაიდან ჩვენ ვეხებით შესაბამის საკანონმდებლო აქტს, ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ საზოგადოებისთვის დღეს ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება მათთვის შემოწირულობის განხორციელება, არიან ვალდებულნი, რომ შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინონ ანტიკორუფციულ ბიუროს. თუმცა გარკვეულწილად ეს მექანიზმი მოუქნელს ხდის მთელ შემთხვევაში ადმინისტრირებას ამ ვალდებულების იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურად შეიძლება პოლიტიკური პარტია დადგეს იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ქვია შესაბამისი ანგარიშგების განხორციელება ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით. ამიტომ ხომ არ იქნებოდა უფრო მეტად მიზანშეწონილი და რაციონალური, რომ შესაბამისი ანგარიშგება განხორციელდეს თვიდან თვემდე, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პირობითად კალენდარული თვის 15 რიცხვი და შესაბამისად ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვში განხორციელდეს წინა თვესთან მიმართებით დაკავშირებული ანგარიშგების განხორციელება. მექნებოდა ეს შემოთავაზება, რითაც უფრო მეტად ვფიქრობთ გამარტივდება შესაბამისი ვალდებულების შესრულება პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მით უმეტეს გვიახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი, აქტიური პერიოდი და პოზიტიური ცვლილება იქნება. შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, ყოველთვის აზრიც მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ამ კუთხით, რომ რეალურად რა მოცემულობა გვაქვს, რომ პოლიტიკურ პარტიას შემოწირულობის მიღების შემთხვევაში აქვს ვალდებულება, რომ 5 დღის ვადაში აცნობს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ მიღებული აქვს შემოწირულობა და თუ მაგალითად ყოველდღიურად ხდება ან დროში განგრძობა და ხდება შემოწირულობის მიღება, ყოველ ჯერზე 5 დღიანი ვადა და ვადა ერთვება თავიდან პოლიტიკურ პარტიას და ეს ადმინისტრირების თვალსაზრისით შესაძლებელია ზოგიერთი პარტიისთვის გამოწვევას წარმოადგენდეს. ამავდროულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, რა თქმა უნდა, ინფორმირებულობას, რომ კონკრეტული პარტია რა შემოწირულობას იღებს და ესეც, რა თქმა უნდა, საჯარო ხდება საზოგადოებისათვის. ორივე ინტერესი დაბალანსებულად რომ იყოს უზრუნველყოფილი, ერთი მხრივ ადმინისტრირებაც არ იყოს ბუღალტერიის დონეზე პირდაპირ კანონით გათვალისწინებული და გართულებული პროცედურა, რა ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიის ანგარიშვალდებულობა და საჯაროობა მიღებული შემოსავლების თაობაზე, შეგვიძლია რომ დაბალანსებული ვარიანტი კონდეს, რა თქმა უნდა და ტექსტი შეგვიძლია რომ კომიტეტის სხდომის შემდეგ უკვე წარუდგინოთ თქვენ თანხობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა კოლეგებო პლენარულ სხდომას. ნუ ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია და ამავდროულად ეს დაბალანსებული მოდელი გამოვა, როდესაც გამჭვირვალობის ინტერესი, რა თქმა უნდა, იქნება დაკმაყოფილებული, უბრალოდ ამას ექნება თავის საზოგადოებისთვის რომ აუხსნათ, ანუ ყოველი თვის, ესე იგი 15 რიცხვამდე თქვენი შემოთავაზება ეს არის, რომ 15 არაუგვიანეს 15 რიცხვისა, მაგალითად თებერვლის 15 რიცხვში 15 იანვრამდე მიღებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია გახდეს ანტიკორუფციული გონივრული შემოთავაზება, მგონი უნდა დავეცე. კი ბატონო. აბსოლუტურად ვიზიარებ და ტექსტი წარმოადგენს ამ პარას თხოვრო შესაბამისად მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონში შესაბამის მუხლში ცვლილების ფორმულირება რომ მოვამზადოთ და შემდეგ პლენარულ სხდომას წარუდგინოთ. კეთილი. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. შემდეგ მომდევნო არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლის პირველი პუნქტი. ცვლილების გარეშე.
აქაც ვხედავთ რომ არ არის შენიშვნები და გთხოვთ რომ გვანიშნოთ ასეთ არსებობის შემთხვევაში მეორე პუნქტი. მეორე პუნქტში დაემატა პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონისზე მითითება. კი ბატონო. მესამე პუნქტი. მესამე პუნქტი სულების გარეშე. მეოთხე. მეოთხეშიც ზემდგომი აქაც საკონსტიტუციო სამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება იდეაში 162 მუხლის მეორე ნაწილში წარმოქმნილი ცვლილებებით, სადაც სიტყვები ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც კანონის თანახმად საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა, საკონსტიტუციო სამართლის მიერ მისი შესაბამისი სიტყვები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ჩვენც შესაბამის ასახვას აკეთებს სისხლის სამართლის კოდექსში. მეხუთე პუნქტი. სულების გარეშე. მეექვსე. მეექვსეც სულების გარეშე. კანონპროექტის მეორე მუხლი. სულების გარეშე. მოსაზრებები შენიშვნები კითხვები არ არის. მომდევნო ეს არის საქართველოს კანონის პროექტი თავდაცვის კოდექსში სულების შეტანის შესახებ პირველი მუხლის პირველი პუნქტი. ბატონ თორნიკე თქვენის ნებართვით იქნებ მუხლობრივად გავყვეთ და არა პუნქტობრივად, იმიტომ რომ ძირითადად აქ გამომდინარე ტერმინები არ არის. კი ბატონო. პირველი პუნქტობრივად კეთილი თქვენ თურმე მაშინ გთხოვთ რომ მოგვახსენოთ დეტალურად იქ სადაც უფრო მასშტაბური ცვლილება არის. პირველი მუხლი ცვლილების გარეშე. მეორე ცვლილების გარეშე. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. პირველი მუხლის გათვალისწინებულ 97 მუხლსა და 92 მუხლებში ცვლილებები რაც არის შემოთავაზებული, შესაბამისად საქართველოს პროკურატურის თაობაზე მითითება ხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ არასრულწლოვანს ექნება შესაძლებლობა სატელეფონო საუბრის უფლებით ისარგებლოს შეზღუდვის გარეშე, თუ აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება ჰქონდა შეუზღუდავად, ეხლა ექნება რა თქმა უნდა პროკურატურის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება. არ არის კითხვების შენიშვნები მოსაზრებები. მეორე მუხლი. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. კი ბატონო, მომდევნო კანონპროექტი ეს არის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შენიშვნები მოსაზრებები კითხვები არ არის. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. პირველი მუხლში განხორციელდა ცვლილება, მეცხრე მუხლის მესამე პუნქტში ცვლილება აღარ არის მიზანში წონილი და შესაბამისად აღარ იქნება გამოგებული. კი ბატონო. სხვა ესე იგი პირველში არაფერი, მეორე მუხლი. არ არის ეგეთი ცვლილება. კითხვები აქაც არ არის. მომდევნო ეს არის საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ სამზარეულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი ცვლილების გარეშე, მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. კითხვები შენიშვნები მოსაზრებები აქაც არ არის. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი პენტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. პენტენციურ კოდექსში ანალოგიურად ბრალდებულს და მსჯავრდებულს, რომელიც გათავსებულია პენტენციურ დაწესებულებაში, იქნება სრულად შესაძლებლობა რომ მიმართოს ისარგებლოს სატელეფონო საუბრის უფლებით სახალხო დამცველთან მიმართვის გზით, ასევე სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად, ეს მოქმედი რედაქციაც არის და ამავდროულად მიითითება, რომ საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზიდაც შეუძლია ისარგებლოს. კეთილი, მეორე მუხლი. მეორე მუხლის ცვლილების გარეშე. კითხვები შენიშვნები მოსაზრებები არ არის. შემდეგ ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. მეორე ცვლილების გარეშე. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. პირველ მუხლის ცვლილების გარეშე გვაქვს. მეორე მუხლი. არ გახორციელებულად. კითხვები შენიშვნები მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ეს არის პირველი მუხლი ამ შემთხვევაში. აქაც ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. არ არის კითხვები. საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ანალოგიურად. კითხვები შენიშვნები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მეორეც ანალოგიურად.
მომდევნო ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. აქ ცვლილება გახლავთ სიტყვების საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად აღარ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით დაიხვეწა შინაარსი იდეაში უსრულიც არის იმიტომ რომ სპეციალური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადასცემს გენერალურ პროკურატურას ამის მასალებს ეს არის დაზუსტებული. კი ბატონო, მეორე მუხლი. დაუყოვნებლივ ცვლილების გარეშე. კითხვების შენიშვნები მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. და ამ პაკეტში შემავალი ბოლო კანონ პროექტი ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი. აქ განხორციელდა ცვლილება პირველი მოსმენის შემდეგ კოლეგებო შესაბამისად საქართველოს პარლამენტის აპარატთან მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის და კონსულტაციის შემდეგ თავაზობთ რომ მე-14 ახალი რეგლამენტის, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედება, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესაც შესაძლებლობა მიეცეთ, რომ ყავდეს ერთზე მეტი თანაშემწე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე სხვა პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთი თანაშემწე ყავდეთ აქ მხოლოდ ერთ თავმჯდომარესთან დაკავშირებული ცვლილება არის წარმოქმნილი. დანარჩენი პირველ მუხლის ცვლილება არ გაქვს. მეორე მუხლი ცვლილების გარეშეა. შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები არ არის. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განხილულია. მომდევნო ასევე თქვენ მიერ გამოსატანი კანონ პროექტია. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები. ეს არის პირველი მოსმენით განსახილველი ცვლილებათა პაკეტი და გთხოვთ რომ ბატონო არჩილ პრინციპების დონეზე წარმოგვიდგინოთ შესაბამისი ინიციატივის შესახებ. კოლეგებო მე პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს თამდე ცვლილებებთან ერთად ეს ცვლილებების ჩვენი ერთობლივად მომზადებული და დაინიცირებული არის შესაბამისად საზოგადოების წინაშე ინფორმირებულებიდან გამომდინარე ცვლილებების შინაარსს ზოგადად მოგახსენებთ ჩვენს მიერ განხორციელდა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს აღარ აქვს შესაძლებლობა რომ უცხოეთიდან ანუ უცხო ძალის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსდნენ, რასაც სამი მოსმენით იქნა უკვე მიღებული ეს კანონი, შესაბამისად ამოქმედებულიც არის, რისი მიზანიც იყო, რომ თანხას აუცილებლად მოყვება შესაბამისი გავლენა და უცხოური გავლენის გასავრცელებლად ყველაზე კარგი საშუალება, რა თქმა უნდა, მაუწყებლები არიან, შესაბამისად დაცული რომ იყოს ქართული საზოგადოება უცხოური გავლენებისგან და შესაბამისი თანხებისაგან ეს ცვლილებები უკვე მოქმედებს, ამავდროულად ასეთ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება, რომ შესაბამისი ფინანსური მონიტორინგის გასაწევად თავიანთი ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ მარეგულირებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ამავდროულად კანონით გათვალისწინებულია რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასწორი არასათანადო არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას ეს არის გაფრთხილება და შესაბამისი ფინანსური თუ სხვა სანქციები ამავდროულად შესაძლებელია რომ ნაკლებად ეფექტური იყოს მხოლოდ გაფრთხილების და ფინანსური ბერკეტების გამოქმედება იმ მაუწყებლების მიმართ რომელთა მიზანიც არის კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას გვერდი აუქციონ და მიიღონ გარედან დაფინანსებები თუ ზოგადად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების სხვა ვალდებულებებს არ დაემორჩილონ შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაციების კომისიას ისევ და ისევ საზოგადოების დასაცავად გარე გავლენებისგან და გარე ჩარევებისგან კონდეს შესაბამისი ბერკეტები რათა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები სრულფასოვნად შეასრულოს ამისათვის შემოთავაზებულია ზუსტად ის
რეგულირება საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, როგორც ეს აქვს შემოსავლების სამსახურს. რაც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მიაწვდის მაუწყებელი ან არასწორად მიაწვდის მაუწყებელი ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სასამართლოს და სასამართლო კონტროლის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გამოითხოვოს ბანკებიდან ინფორმაცია კონკრეტულ მაუწყებლებში თანხების ჩარიცხვის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს 14 დღის ვადაში. რა თქმა უნდა, მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამისად გაასაჩიროს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო სასამართლო სააპელაციო წესით საქმეს განიხილავს 10 დღის ვადაში, საერთო ჯამში 26 დღიანი პროცედურა იქნება გათვალისწინებული და ეს არის შემოთავაზება ამ პაკეტის შესაბამისი ცვლილებებიც არის წარმოდგენილი. ამავდროულად მაუწყებლობის შესახებ კანონის მერვე მუხლის მერვე პუნქტში ცვლილებაც არის შემოთავაზებული ინიცირების შემდეგ, რომელიც გულისხმობს, რომ სასამართლოში უბრალოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე არსებული რედაქციის მიხედვით ჯარიმა, რომელიც მაუწყებლის ლიური შემოსავლის 1%-ს აღემატება და იმავდროულად 5,000 ლარზე მეტია, ჩერდება მისი აღსრულება თუ სასამართლოში გასაჩივრდება. შესაბამისად შემოთავაზებული არის ვერსია, რომ მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრებამ გააჩეროს მაუწყებლის ავტორიზაციის შეჩერების გაუქმების საკითხის აღსრულება სასამართლოში განხილვის პერიოდში და ხოლო დანარჩენი ნაწილი, ანუ შემოსავლის 1%-ზე მეტი ჯარიმის თაობაზე არ გაჩერდეს. ამავდროულად ისევ და ისევ მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს აღნიშნული მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შესაბამისი დასაბუთების მიხედვით. ეს არის სულებათა ასევე ხომ არ არის თქვენი მხრიდან კომენტარი, რადგანაც ისაუბრეთ ორ კანონპროექტზე, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტთან მიმართებით და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ ტექნიკური ცვლილებები არის, რომელიც საჭიროებდა ამ კანონში. კოლეგებო, ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით? კეთილი, მაშინ აღნიშნული ცვლილებათა პაკეტიც განხილულია. ბატონ არჩილ, გთხოვთ, რომ განაგრძოთ სხდომა. მადლობა. მეოთხე საკითხი გახლავთ საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე მიიღებული საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, ანდრე ოხანაშვილის, მიხეილ სარჯოლაძის და სხვათა მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებთან ერთად. მომხსენებელი ბატონი რატი იონათამიშვილი, მაგრამ ბატონ რატი სანამ თქვენ გთხოვთ, რომ კანონპროექტის თაობაზე მოახსენოთ საზოგადოებას და კომიტეტს, არ შემიძლია რომ გულთად არ მოგილოცოთ დაბადების დღე ადამიანს, საქართველოს დიდ მოყვარულ კაცს, სამშობლოს მოყვარულ და მოამაგე ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ეხლა საკეთებს და მომავალშიც რა თქმა უნდა განაგრძობს ყველაფრის კეთებას, კარგ მეოჯახეს, კარგ მეუღლეს, მამას, შვილს და ისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, როგორც ჩვენს მეგობარს, როგორც ჩვენი დიდი ოჯახის წევრს. დიდი პატივისცემით, ბატონო რატი, თქვენ ოჯახთან ერთად ყოველდღე საუკეთესოს გისურვებთ და ბევრი საქვეყნო საქმის კეთებას მომავალშიც ანალოგიურად. უღრმესი მადლობა, ბატონო არჩილ, კოლეგებო, დიდი მადლობა ამ კეთილი და თბილი სიტყვებისა და სურვილებისთვის და მეც მოხარული ვარ, რომ ჩემს იუბილეს სწორედ დაემთხვა ის, რომ ამ ინიციატივას მეორე მოსმენით განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში. თქვენის ნებართვით პატარა მონახაზს გავაკეთებ საზოგადოებისთვის, საინტერესო იქნება და მე ვინაიდან საკმაოდ ვრცელი პაკეტია, ბატონო არჩილ, ალბათ პუნქტობრივ განხილვა ჯობია, მუხლობრივით გავყვეთ. ხო, მეორე მოსმენა არის და მუხლობრივით გავყვეთ. ბატონო, გთხოვთ რომ განაგრძოთ და გავკეთებთ რამდენიმე წუთში. კი ბატონო, განვაგრძოთ ბატონო რატი. მოკლედ უბრალოდ კიდევ ერთხელ შევერთდები
ასევე ლოცვასა და კეთილსურვილებს. ბატონო თორნიკე, სანამ დავიწყებდეთ მუხლობრივ განხილვას, პატარა საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს და ერთ წუთიან რეგლამენტს მოვიხსენოთ და მე კი ბატონო, კარგი იქნება. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც წინამოწვევის პარლამენტში დავაინიციირეთ, ეხება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ტერმინოლოგიურ ჩასწორებას შეზღუდული შესაძლებლობის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ვინაიდან კანონმდებლობაში ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ჩანაწერი იყო და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვინაიდან ტერმინები შეიცავენ შინაარს და განსაკუთრებით თუ საკანონმდებლო ენა არ არის გამართული ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ზეგავლენას ახდენს შშმ პირთა მდგომარეობაზე, მათ შორის უფლებრივ მდგომარეობაზე და ახალისებს სტიგმასაც და სტერეოტიპებსაც. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამაზე დაგვეწყო მუშაობა. თავიდან ფიქრობდით, რომ ეს უბრალოდ ტექნიკური ცვლილებები იქნებოდა ტერმინების ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ თითოეული ცვლილება საკმაოდ დიდი გააზრება სჭირდება, შინაარსში სიღრმეში შესვლა ჭირდება. ამიტომ მეორე მოსმენისთვის ჩვენ საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაო გავწიეთ. ყველა რელევანტურ უწყებასთან ერთად, რომ ერთის მხრივ ის სტანდარტი დაგვეცვა, რაც ამ შემთხვევაში დააწესა გაეროში შემოწმეთა უფლებების კონვენციამ და საქართველოს კანონმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ და მეორეს მხრივ რელევანტური სიტყვებით და ტერმინებით ჩასწორებული იყო, განსაკუთრებით ეს ისაც თქვა სისხლის სამართლის კოდექსთან არის დაკავშირებული თუ სხვა საკითხები და არ ვიქნები ობიექტური თუ მადლობას არ ვეთქვი ამ შემთხვევაში აპარატს ვინც ადამიანის უფლებების დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის აპარატის თანამშრომლებს, ვინც ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ამ ინიციატივის, ამ რედაქციას დამუშავებისთვის და სულ თავიდან კი ამ კანონზე მუშაობა დავიწყეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატთან ერთად და მათაც მინდა დიდი მადლობა უთხრა. ხა კი მზად ვარ მუხლობრივად განვიხილოთ. ბატონო, მუხლობრივად შეგვიძლია რომ განვიხილოთ. ბატონო რატე ასევე მადლობა ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება ხდება, გასწორება შესაბამისი ტერმინოლოგიური ხარვეზებისა. პირველი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. დიახ, აქვე აღნიშნავ, რომ ცვლილებები რაც არის დარეგებულ ტექსტებში უკვე ასახულია, ამიტომ ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს არის ის, რასაც მინდა რომ კენჭო უყარო და აქედან გამომდინარე ცვლილებების გარეშე. კი ბატონო, მე აქვე კოლეგებს მიმართავ, რომ თუ იქნება შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება, გვანიშნოთ ამის თაობაზე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. კეთილი. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე გთხოვთ ხარდაჭერა. მომდენო ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ასევე ცვლილების გარეშე გთხოვთ. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი პატიმრობის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე გთხოვთ. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. მესამე მუხლი, ნუ აქ ერთადერთი ბატონატი იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის კოდექსი ძალდაკარგულია თავისთავად ეს. თავისთავად მესამე მოსმენის პროგრამაში ჰარმონიზაციაში მოვიყვანთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ ფიქსირდება. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე გთხოვთ. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის პროექტი საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შემდეგი პროექტი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. იმ ბატონო, საქართველოს კანონის პროექტი საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი კერძო დაცვის საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. აქაც ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი. გთხოვთ ცვლილების გარეშე.
კი ბატონო, მომდევნო პროექტი არის საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების ნუ აქაც ჰარმონიზაცია იქნება შესაბამისად საჭირო. კი ბატონო, მომდევნო პროექტი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის პროექტი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე, აქაც ცვლილების გარეშე. შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი საკონსულო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე, ცვლილების გარეშე. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება ამ შემთხვევაშიც არ ფიქსირდება. ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. მომდევნო ამავე პაკეტში შემავალი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი ქალაქ თბილისში 1999 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე, მეორე მუხლი. ასევე არ არის კითხვები შენიშვნები. ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. შემდეგ ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. საქართველოს კანონის პროექტი საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. კითხვები შენიშვნები არ არის. ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. მომდევნო პროექტი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. და ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ბოლო პროექტი ეს არის საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი, ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი, ცვლილების გარეშე. შეკითხვები შენიშვნები მოსაზრებები ამ შემთხვევაშიც არ ფიქსირდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განხილული აქვს. მადლობთ ბატონო რატი, ბატონო არჩილ. შეგვიძლია რომ სხდომა განვაგრძოთ. მადლობა კოლეგებო, მადლობა ბატონრადი საკითხის წარმოდგენისთვის. ამავდროულად რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე ისაუბრეთ, შესაბამისად დასკვნაში მითითებაც მოხდება იმ პროექტებზე, რომელთა სადაც სულების განხორციელება უკვე არარელევანტურია. კოლეგებო, ჩვენ ამით ამოვწურეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ამავდროულად ჩვენს მიერ ინიციირებული ერთ-ერთი ინიციატივა ისევ და ისევ პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში სულების შეტანის თაობაზე ბიუროს სხდომაზე დღეს იქნება წარდგენილი და შესაბამისად შემდეგ კვირაში ჩვენ მოგვიწევს დატვირთული სხდომების ჩატარება, მათ შორის ამ სულებისაც ოთხშაბათს კომიტეტზე გადანა, ეხლა თუ იქნება მიზანშეწონილი და თუ დაგვეთანხმება პლანური სხდომაც, ჩემს მიერ წარმოდგენა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის სულების შეტანის შესახებ სულებებსაც უკვე ამასთან დაკავშირებითაც მომავალში გაცნობებთ თქვენს და რა თქმა უნდა საზოგადოებას. შეგვიძლია რომ კენჭი უყაროთ უკვე კანონ პროექტებს. პირველი საკითხი პარლამენტის კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სულების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალ სხვადასხვა კანონ პროექტებთან ერთად გთავაზობთ რომ ერთიანად პაკეტის სახით უყაროთ კენჭი ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მადლობა. შემდეგი საკითხი არის მედიაციის შესახებ საქართველოს კანონში სულების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა მიღებული, მადლობა. მესამე საკითხი გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის სულების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალ სხვა კანონ პროექტებთან ერთად, ვინ არის მომხრე. ერთხმად მადლობა და ბოლო საკითხი, რომელიც ბატონმა რატიმ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სულების შეტანის შესახებ სხვა ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე, ხარ დაჭერილი იქნას.
მადლობა კოლეგებო, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამით ჩვენი კომიტეტის სხდომა დასრულებულია, გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაო დღეს.